მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ოზურგეთელების საქმეზე დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის, მათ შორის ოზურგეთელების კახაბერ კვაჭანტირაძისა და სიმონ მახარაძის საქმეზე დღეს განაჩენის გამოცხადება გადაიდო. ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე ეპიზოდიდან ეს ერთადერთია, სადაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ. დღეს გაგრძელდა 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ბიჭების სასამართლოს სხდომა, თუმცა შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უშუალოდ მე დავაყენე მოსამართლის წინაშე და ეს იყო მთლიანად დაცვის მხარის საერთო პოზიცია, სასამართლო პროცესი გადაიდოს, ვინაიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გადადებული იქნა ერთი კვირით, მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში გვექნება პოზიციები შეთანხმებული უკვე ბრალდებისა და დაცვის მხარეს ბრალსა და სასჯელთან დაკავშირებით. კონკრეტულად თოლორაიების შემთხვევაში ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს მინიმალური ვადით რეალური სასჯელი. მოგეხსენებათ, რომ თითოეული მათგანი უკვე თითქმის 9 თვეა იმყოფება პატიმრობაში, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ თანხმობის შემთხვევაში რაღაც მინიმალური ვადით რეალურ სასჯელზე გაფორმდება. 13 ბრალდების მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, ეს დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზეც. ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, და ბრალის ხარისხის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გვაქვს მოლაპარაკების ეტაპზე. საქართველოს რკინიგზა ოზურგეთისა და ნატანების სადგურების რეაბილიტაციას გეგმავს. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ სამგზავრო სადგური დაათვალიერა. სამუშაოები უკვე დასრულდა ურეკის სადგურში. ლაშა აბაშიძის განმარტებით ამჟამად ქობულეთის ფოთისა და სამტრედიის სადგურების განახლება მიმდინარეობს. გეგმაშია ოზურგეთის ნატანების ლანჩხუთისა და ხობის სამგზავრო სადგურების რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით უახლოეს პერიოდში საქართველოს რკინიგზის ყველა სადგური მოწესრიგდება. საქართველოს პარლამენტში დღეს სიტყვიერი დაპირისპირება იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ერთმანეთს რატი იონათაშვილი და სოფო ხორგუანი დაუპირისპირდნენ. მიზეზი ხორგუანის განცხადება გახდა. იონათაშვილმა ხორგუანი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. რაც შეეხება ანგარის კომიტეტს, დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათუაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, გასულ წელს მუნიციპალიტეტებმა ცნობიერების ამაღლებისთვის არაერთი ღონისძიება ჩაატარეს. თათუაშვილის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური პაკეტი მოქმედებს, რაც სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს. დასჭირდა ამას პრემიერის გადაწყვეტილება. და აი დღეს ჯუშენის ბავშვებს აქვს შესაძლებლობა რაღაც მიიღონ ის წამალი, რომელსაც ელოდებოდნენ, რომელიც ჭირდებოდა. თქვენ ჯანდაცვის სამინისტრო რატომ იყავით ყრუ ბრმა, რატომ დაჭირდა ერთი ქალბატონო სოფიო, ყრუ და ბრმა არის დისკრიმინაციული ტერმინები, ნუ იყენებთ სალანძღავ სიტყვად და არა კონტექსტში შემოპირთა საკითხებს დავიხილავ და სალანძღავ სიტყვად არ გამოიყენებია. მე ვერ მოვიტბენ, თქვენ ამითი შეურაცხყოფას აყენებთ ყრუ და სმენის არ მქონე ადამიანებს, უსინათლო ადამიანებს. ბოდიშვიხტი თუ ვინმეს უნებლიეთ ამით ვაწყენინე, მე ბოდიშს მოხდა არ მიჭირს, თუმცა არანაირი მიზანი მე აქ ამისი არ მქონია. თქვენ იყავით უმოქმედო, უპასუხისგებლო უწყება, რომელიც არ რეაგირებდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებაზე და ეს ადამიანები სიცივეში, წვიმაში, ქარში იდგნენ გარეთ. თქვენ გრძნობთ თუ არა, როგორც მინისტრის მოადგილე, პასუხისგებლობას, პოლიტიკურ პასუხისგებლობას. დღეს უკვე პაციენტებს აქვთ წამალიო. დამისახელეთ, რომელი წამალი აქვთ. აბა რატომ ახლა თუ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, დღეიდანვე რატომ არ აქვთ პაციენტებს წამალი? ზუსტად იგივე პროცესი გრძელდება. ჩვენ ახლა გვაქვს რამდენიმე მედიკამენტი, რომლის ირგვლივაც მუშაობთ, ვიკვლევთ საზღვარგარეთ რაღაცა გადაწყვეტილებები უკვე იქნა ამასთან დაკავშირებით მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილება რომ იქნება, ჩვენ შემოვიტანთ ამ წამალს. ეს არის მიზეზი, რომ დღეს ამ წუთას რადიკალურად არ შეცვლილა სიტუაცია. აქედან გამომდინარე იმ ხას მე
ვარღვევით ჩვენ, რასაც თავიდანვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქულთურ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. 9 პირს კი ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციალურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამართალდამცავების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი ფინანსური დაავადების მოსაგვარებლად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. I tak değilim, tahtırıyorum ama karşımdaki benim paşa düşmür. Memnun. Dega paşa şuna jet vursun, o kacetten ne mazgı sana. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხოლო ზურგეთში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე გათბება. ჩოხატაურშიც მზიან ავარაუდევი და ჰაერი 29 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ როგორც ყოველთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 31 გრადუსი დაფიქსირდება. გადავიდეთ საკურორტო ზონებზე. ურეკში ზედა 24 გრადუსი იქნება. ბახმარუში მსუბუქი წვიმა და +17 გრადუსი. ხოლო დედაქალაქში ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა კი +28 გრადუსი. ეს გახლავთ ჩემხალთარსებული ბოლო ინფორმაცია. გურიის ახალი ამბების აუდიო ვერსიას რადიო გურიაზე მოისმენთ. კარგად ბრძანდებოდეთ.